დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაყალბებული არჩევნების საწინააღმდეგო აქციებისას დაკავებული ანატოლი გიგაურის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომაზე ჩვენება მისცა ქართული ოცნების პროკურატურის მოწმე პატრულ ინსპექტორმა გვან სახვიჩია. ნაციონალური მოძრაობის წევრი ანატოლი გიგაური პოლიციამ 2024 წლის 25 ნოემბერს დააკავა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ გიგაური საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის იქმყოფ პატრულ ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალა. საუბარია პოლიციელისთვის სახეში ხელის გარტყმაზე. გიგაური ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პირიქით ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი თავად გახდა. Თქვენს და ანატოლი გიგაურის შორის, როცა პირველი კონტაქტი შედგა ან თვალებით, ან პოზიციით დაინახეთ შენი, მერე როცა აღიდგინეთ, მაგალითად, ამ ადამიანს თქვენთვის რაიმე ხო არ უთქვამს, ხო ვერ გაიხსენებ, შეურაცხყოფა ხო არ მოუყენებია, ფიზიკურად ხო არ შეგხებიათ? არ შემხებია ფიზიკურად, ერთადერთი ეგ იყო, რომ სიტყვიერად მოგვიწოდებდა, რომ გადავსულიყავით, ანუ ავტომობილებს გავცხოთ. ანატოლი გიგაურს რომ სახეში მოხვდა ხელი, არ დაგინახავთ? ანატოლი გიგაურს სახეში რომ მოხვდა ხელი, არ დამინახავთ. არ დაგინახავთ. ვახტანგ გაგუნია, რომ ხელი დაარტყა ანატოლი გიგაურს, ეს რაღაც არ დაგინახავთ? არ დამინახავს, იმიტომ რომ გავსი რომ არ მოხვდა. მოვედი და იდექი აი ასე მანქანას იდექი თუ არა ეს მანქანასთან ვიყავით ესე მოვედი უმორჩილესად გთხოვეთ ხო იცით რომ ეს არ შეიძლება მანქანა არ გადადიაროთ იქ და ვერც გაიცით თქვენ ამას უარი განაცხადეთ. ანატოლი გიგაურს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.